როცა შენი ალგორითმი კარგად გიცნობს და ზუსტად იცის, რომ დელინას დუპები აუცილებლად უნდა გაჩვენოს. მეისონ ალჰამბრას დელაილა. დელინა და დელაილა. ოკეი. ვურცხედავს პირველად გავტესტავ თქვენთან ერთად. დელინა ჩემი აბსოლუტური ფავორიტი პარფიუმია. სად დახვეწილ, ელეგანტურ, ალურ, ყვავილოვან სუნამოებს ეხება საქმე. ამ სუნამოს რაც შეეხება, ნოტები რა თქმა უნდა ძალიან გავს, დელინას, ლიჩი, ღაბაბა, რომელსაც მადლობა Google Translate და ვიპოვე რომ ქართულად რევანდი ქვია. ბერგამოტი, მუშკი, პეონი და ვანილა. ოკეი. ეს არის ფლაკონი. ამ შეფუთვა არის 100 მილilitrიანი, დაახლოებით 30 евро გადავიხადე 100 მილilitrში. ოკეი. იცით რა დელინას ამოგზაურო ზომა მაქვს და მოდით ერთ-ერთში შევადაროთ. ოკეი, აქეთ ხელზე დელინა. აქ ბევრად უფრო მეტი ვარდია. რევანდის ოდნავ სიმჟავეც უფრო მეტად იგრძნობა, ანუ უფრო მეტად ყვავილოვან ხილოვანი არომატია. აქ მუშკი, ვანილა უფრო მეტად შემოდის. აქ ბერგამოტი ბევრად ჭარბობს. ანუ ციტრუსოვანი, ლიმნის არომატი აქ მეტად იგრძნობა. აქ პირდაპირ გაქვს ლიჩი და ვარდი. აქ რევანდი და ბერგამოტი. და ვარდი უფრო უკანა პლანზე დგას. ფრეშ არომატია, ყვავილოვანი, ხილოვანი, ნამდვილად უფრო გარდამავალი სეზონის და ცხელი სეზონის. დელინას ეს რაღაცა განსაკუთრებული თურქული ვარდის და ლიჩის კომბინაცია რაღაცა საოცრად არის. თუმცა საკმაოდ ახლოს დგას. აუდნავ რომ შეშრაკანი უფრო მეტად დარჩა ვარდის არომატი. თუმცა გეტყვით რომ თუ დელინა არ გაგიტესტავთ და ამას პირდაპირ როგორც დუპს შეიძენთ, ერთ-ერთში დელინას რა თქმა უნდა ვერ მეიღებთ. თუმცა კარგ წარმოდგენას შეგიქმნით, დაახლოებით როგორი არომატია დელინა. მე ვფიქრობ, მშვენიერი სუნამო იქნება ეხლა ზაფხული სეზონისთვის. როგორც შეფასებებს ვკითხულობ, დაახლოებით 7 საათი რჩებაო, რაც ზაფხულის არომატისთვის არაჩვეულებრივია. 100 მილilitrიანი შეფუთვა 30 ევროთ.